1931 წელს იაპონიამ დაიპყრო ჩინეთის პროვინცია და ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანება გამოიწვია სისასტიკემ, რომელსაც იაპონელები ჩინეთში იჩენდნენ. ამასთან დაერთო იაპონიის გაერთიანება ნაცისტურ გერმანიასთან სამხედრო ალიანსში. 1940 წელს. მომდევნო წელს ჰიტლერის შეიარაღების ძალები მთელ კონტინენტურ ევროპაში გაბატონდნენ და საბჭოთა კავშირისკენ იკავებდნენ გზას. დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა შეიარაღებული ძალები გაიყვანა საბერძნეთიდან და ბრიტანელებმა რამდენიმე მარცხი იწვიეს ჩრდილოეთ აფრიკაშიც. ამის გარდა ატლანტის ოკეანეში გერმანელებმა წყალქვეშა ნავებით ძლიერი იერიში მიიტანეს ბრიტანეთის ფლოტზე. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია იმ დროისათვის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალზე სკეპტიკურად უყურებდნენ ევროპაში ომში ჩართვის შესაძლებლობას. პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი ანგარიშს უწევდა ქვეყანაში გამეფებულ ანტისაომარ განწყობას და პირობას დებდა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა. 1941 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა იაპონელებს ჩინეთისა და ინდოჩინეთის დატოვება მოსთხოვა. ამას გარდა შეერთებულმა შტატებმა ნავთობისა და სხვა ნედლეულის მიწოდება შეუმცირა იაპონიას, რაც მისი ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იაპონიას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ამერიკისათვის ომი გამოეცხადებინა. პერლ ჰარბორზე თავდასხმიდან 4 დღის შემდეგ შეერთებული შტატები უკვე ორ ფრონტზე იყო ჩართული ომში: გერმანიასთან და იტალიასთან ევროპაში და იაპონიასთან წყნარ ოკეანეში. 1941 წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო იაპონიის ფლოტის მთავარსარდლის ადმირალ ისორუკო იამამოტოს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პერლ ჰარბორში შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტზე მოულოდნელ თავდასხმას. ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავები, საბრძოლო პოზიციები დაიკავა. 7 დეკემბერს დილის 8 საათზე 180-მა იაპონურმა ბომბდამშენმა ბაზაზე იერიში მიიტანა. მათი სამიზნე იყო 8 ამერიკული საბრძოლო ხომალდი. აქედან 7 მათგანი ნავმისადგომში ერთ რიგად ჩამწკრივებული იდგა და მოწინააღმდეგისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენდა. ყველა მათგანი დაბომბეს, 3 კი ჩაძირეს. იერიშის მეორე ტალღა 9 საათში განმეორდა და 10 საათისათვის იაპონელთა თვითმფრინავები უკან გაბრუნდნენ. 21 საბრძოლო ხომალდის ჩაძირვის და განადგურების გარდა იაპონელებმა ამერიკელთა 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა მიწაზე იდგა. 3 ავიამზიდი, რომლებიც იმ დროს წყნებს გადიოდნენ და პორტში არ იმყოფებოდნენ, დაბომბვას გადაურჩა. ამერიკელთა დანაკარგი 2403 სამხედრო მოსამსახურეში ადგენდა. 1178 კი დაიჭრა.